გავხდი top rated plus freelancer-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 18 მილიონი ფრილანსერიდან საუკეთესო და 3%-ში შემიყვანა პლატფორმამ, რაც არის სრული სიგიჟე. გამარჯობა მეგობრებო. შეიძლება ბევრს გეცნოთ ჩემი სამოგზაურო YouTube არხიდან. შეიძლება ზოგს გეცნოთ LinkedIn-იდან, TikTok-იდან, Instagram-იდან. არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. გადავწყვიტე, რომ შემექმნა ჩემი მეორე YouTube არხი, სადაც გაგიზიარებდით ძალიან საჭირო ინფორმაციას ფრილანსინგთან დაკავშირებით. 2020 წლიდან მოყოლებული ვარ ფრილანსერი. მიმუშავია 50-ზე მეტ საერთაშორისო ფრილანსინგ პროექტზე, როგორც Upwork-ზე, ისე Fiverr-ზე და ამჟამად უკვე LinkedIn-ზე და მინდა რომ ეს ყველაფერი თქვენს გადმოგცეთ. ჩემი ვიდეოების საშუალებით ვეცდები რომ გაგიზიაროთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ვიცი, რა გზაც გამივლია და რა თქმა უნდა გიბიძგოთ თქვენს რომ გახდეთ წარმატებული ფრილანსერები და მოგცეთ ყველაფერი, რაც ამისთვის არის საჭირო. ძალიან მოტივირებული ვარ, ძალიან მიხარია ეს ამბავი და ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეოც, რომ უფრო და უფრო მეტი мотиваცია მომცეთ, რომ გავაგრძელო ვიდეოების ჩაწერა, საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ და ერთად გადავდგათ პირველი ნაბიჯები უმაგრეს ამბავში, რომელსაც ქვია ფრილანსინგი. ეხლა გაგიზიარებთ მოკლედ ჩემს ისტორიას, საიდან მოვდივარ, როგორ დავიწყე და სად ვარ ახლა, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ მათ, ვინც ჩემს შესახებ არ იცით, თუ რას ვაკეთებ, რა მიკეთებია და ასე შემდეგ. 2020 წელია და კარიერულად გადავდგი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც გავხდი მასწავლებელი. მანამდე მიმუშავია ძალიან ბევრგან. მიმტანად, ელიავაზე მუშად, ბარმენად, კონსულტანტად, მოკლედ ძალიან ბევრგან მიმუშავია მარტივად რო გითხრათ, მაგრამ 2020 წელს უკვე დამიფასდა ჩემი შრომა, წვალება და სწავლა, რაც თავარია და გავხდი მასწავლებელი. და მოხდა ამბავი, რომელიც ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. გულისხმობ COVID პანდემიას, რომლის გამოც აბსოლუტურად ყველაფერი დაიკეტა და შესაბამისად ეს COVID-19 შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც. სკოლიდან გამომიშვეს, ერთ-ერთი მასწავლებელი გავიდა დეკრეტში ჩემამდე და როგორც კი გაიგო, რომ სწავლება ონლაინ გადავიდა, დაბრუნდა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით და რა თქმა უნდა მე საჭირო აღარ ვიყავი. კოლეჯში სადაც მუშაობდი, მომიწია წამოსვლა, მარტივი მიზეზით რომ დაიკეტა და ჯერ ონლაინ სწავლება არ იყო დაწყებული და მოკლედ შემოსავლის გარეშე დავრჩი. წავედი მე ერთ-ერთ მარკეტში კონსულტანტად, წავედი ასევე საკურიეროში და დამქონდა შეკვეთები, Wolt-ში მუშაობდი და ძალიან რთულ პერიოდს გავდიოდი რა, მაგრამ პარალელურად მესმოდა ფრილანსინგის შესახებ ჩემი მეგობრისგან, რომელიც ძალიან წარმატებული ფრილანსერია ახლა და მეჩიჩინებოდა რომ დაიწყე შენს ფრილანსინგი, ისწავლე, გაერკვიე, რა ხდება, როგორ ხდება და მეც რა თქმა უნდა ჩამithრია ამ ამბავში. 2020 წლის ბოლოს უკვე ავიღე პირველი პროექტი Fiverr-ზე და 2021 წელს ავიღე პირველი პროექტი Upwork-ზე. იქიდან მოყოლებული ვარ უკვე ფრილანსერი, დაახლოებით 3-4 წელი ვიმუშავე full-time ფრილანსერად და უამრავი გამოცდილება დავაგროვე, რომლის გაზიარებაც მინდა თქვენთვის. ჩემი ისტორია არის ძალიან რთული, ძალიან საინტერესო, რადგან ისეთ პროექტებზე მიმუშავია, რომლიდანაც ისეთი გამოცდილება წამოვიღე, რამაც საბოლოო ჯამში მაქცია წარმატებულ ფრილანსერად და მინდა რომ თქვენც შეძლოთ ეს ყველაფერი რა. 2 წელზე მეტია რაც LinkedIn-ზე ვაქტიურობ, LinkedIn-მა ჩემს შესახებ იცის, LinkedIn აუდიტორიამ ძალიან კარგად გამიცნო და მიმიღო, რაც მახარებს და მადლობა მათ. ჯამში 2000-ზე მეტ ადამიანს დავეხმარე, რომ ზოგადად გაეგოთ რა არის ეს ფრილანსინგი და ასობით აწუყვე ფრილანსერმა გადადგა პირველი ნაბიჯები აი ამ საქმეში. მაგალითად აიღეს პროექტები, დაიწყეს ფრილანსერობა და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს, რამაც მიბიძგა რომ დამეწყო YouTube არხიც და უფრო დიდ აუდიტორიაზე გავსულიყავი. ვიცი რომ არ იქნება ეს მარტივი მოგზაურობა, იმიტომ რომ აქაც მჭირდება ბრენდის შენება. ჩემს ამოგზაურო YouTube არხზე უკვე 10,000 უახლოვდები, რაც ძალიან მახარებს და მინდა რომ მსგავსი რამ აქაც შევძლოთ ერთად. და თქვენი მხარდაჭერის იმედი ნამდვილად მაქვს. რაც შეეხება რას მოიცავს ეს კონტენტი, რა უნდა გავაკეთო, რას ვაპირებ, რა გეგმები მაქვს, ამ ყველაფერზეც მინდა რომ გესაუბროთ რა. პირველ რიგში მინდა რომ იყოს ეს რჩევების არხი, სადაც კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ვისაუბრებ ხოლმე, გაგიზიარებთ რჩევებს, თქვენგანაც ძველი კომენტარებს და უკუკავშირს რა ტიპის რჩევები გნებავთ, რა ტიპის კონტენტი გაინტერესებთ, მე უკვე ვიდეოებიდან გამომდინარე თქვენც დამიკომენტარებთ და
კითხვებს დამისვამთ და მაგ კითხვებზეც ჩავწერ ხოლმე ვიდეოებს და აქტიური კომუნიკაცია მექნება თქვენთან. ძალიან მინდა რომ თითოეული ჩემი მაყურებელი გახდეს საბოლოო ჯამში წარმატებული ამ სფეროში და საკუთარი უნარების გაყიდვა ისწავლოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე. კიდევ რა ვიცი, შეიძლება ლაივებიც გქონდეს, შეხვედრებიც გქონდეს, უამრავი იდეა და გეგმა მაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ შევძლებ, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერის გარეშე. რაც შეეხება ფრილანსინგ პლატფორმებს. ფრილანსერობა დავიწყე, როგორც უკვე გითხარით, Fiverr-ით, შემდგომ უკვე გადავედი Upwork-ზე და გავხდი top-rated plus ფრილანსერი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 18 მილიონი ფრილანსერიდან საუკეთესო და 3%-ში შემიყვანა პლატფორმამ, რაც არის სრული სიგიჟე და ეს მტკიცებულება საბოლოო ჯამში გაგიმყარებთ იმ წარმოდგენას ჩემზე, რომ მართლა მაქვს გამოცდილება, რომელიც ღირებული იქნება თქვენთვის და თქვენი კარიერისთვის თუ ახლა იწყებთ ან უკვე ფრილანსერები ხართ. მე მგონი პირველი ვიდეოსთვის ეს ყველაფერი საკმარისია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამის გაზიარებას გვეგმავ მომავალში და ახლა ამ შესავალ ვიდეოში რა თქმა უნდა ვერ ჩავატევ, თუმცა ელოდეთ უმაგრეს კონტენტს, ძალიან საჭირო რჩევებს და იდეებს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ თქვენთან ერთად. მადლობა ყველას, მოკითხვა მათ ვინც უკვე ჩემი ძველი აუდიტორია ხართ სამოგზაურო YouTube არხიდან, ან LinkedIn-დან, ან სხვა სოციმედიიდან, მიხარია თქვენი აქ გამოჩენაც და დამიკომენტარეთ რა ტიპის ვიდეოები გესიამოვნებათ მომავალში. რადგან საბოლოო ჯამში მინდა რომ ეს YouTube არხი იყოს მიბმული თქვენზე, თქვენს სურვილებზე, თქვენს კომენტარებზე და თქვენს რჩევებზე. მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ ახლა ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დამიკომენტარეთ, მისურვეთ წარმატებები და მალე დაგიბრუნდებით უკვე პირველი რჩევა ვიდეოთი და მერე უკვე გავაგრძელოთ აქტიურად მუშაობა ერთად. აბა მადლობა და დროებით.